პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, ისფედის, IDFI-ის, GDI-ის, დემოკრატიის მცველების, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები. პროკურატურის განცხადებით, დაყადაღება ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა. მსოფლიო ომში ჩართვას არ ვაპირებთ, ეს მსოფლიო ომი არ იქნება, არამედ ეკონომიკური ომი, ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ნატოს იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც ამჟამად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, ვაშინგტონი შეიარაღების გაზრდას გეგმავს. უკრაინის შეტევებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შესაძლებლობების სულ მცირე 17% შეაფერხა. დრონებით თავდასხმებმა სრულად შეაჩერა 10-მდე ქარხანა. უკრაინის სამხედრო ძალები ოკუპანტების ლოგისტიკურ ობიექტებზე შეტევას ისევ განაგრძობენ. ვენესუელა კარიბის ზღვაში სამხედრო საზღვაო ხომალდებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პატრულირებას იწყებს. თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელასთან ახლოს სამხედრო გემების განთავსებაზე გაცემული პასუხია. კარიბის ზღვის რეგიონში საბრძოლო გემები ტრამპის ბრძანებით ნარკოკარტელებთან ბრძოლის გეგმის ფარგლებში განთავსდა.